სასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 29. ერთი და იმავე მასისა და ზომის გარკვეული რაოდენობის ბურთულა ერთმანეთზე გადაბმულია უჭიმადი წვრილი თოკითო და F0-6 ნიუტონის ძალის მოქმედებით ბურთულების ეს ჯაჭვი მუდმივი აჩქარებით მოძრაობს გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. კარგი, ჩავწეროთ ესე იგი მოცემული რა გვაქვს. მოცემული გვაქვს რომ ერთი და იმავე მასისა ეს ყველა ბურთულა, მასა ყველასთვის ერთი და იგივეა. კი ბატონო. გადამული არის უჭიმადი ეს ბურთულები უჭიმადი წვრილი თოკით F0-6 ნიუტონს ამ ძალის მოქმედებით 6 ნიუტონის ძალის მოქმედებით ბურთულების ეს ჯაჭვი მუდმივი აჩქარებით მოძრაობს აუდრის კონსტანტას გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ესე იგი ხახუნის ძალაც შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ რადგანაც ზედაპირი გლუვია მეორე და მესამე ბურთულების შემაერთებელი თოკის დაჭიმულობის ძალა ესე იგი T2 2 ნიუტონით აღემატება მე-6 და მე-7 ბურთულების შემაერთებელი თოკის დაჭიმულობის ძალას. ესე იგი T2 T6 აღემატება 2-ით, ესე იგი Tx + 2 ყოფილა, ხო? Tx-ზე 2-ით მეტი ყოფილა T2. და რამდენი ბურთულა ამ ჯაჭვში გვეკითხებიან, მოდით ეს რაოდენობა n-ით ავღუნიშნოთ პირობითად და აი ამ n-ის განსაზღვრა არის ჩვენი მიზანი. კარგით, ახლა ეს სურათს გადმოვიტანოთ. ასე ბატონო ჩემო, ცოტა გავადიდოთ. ხო. ეხლა დავაკვირდეთ ამ ბურთულებს, ესე იგი გვაქვს პირველი ბურთულა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ასე გრძელდება და შემდეგ ადის ბოლო ბურთულა არის მე-n ბურთულა. შესაბამისად ეს იქნება n-მე-1 ბურთულა და ეს იქნება n-მეორე ბურთულა, ხო? ეხლა პირველ ბურთულას დავაკვირდეთ, ხო? პირველ ბურთულაზე არის F0 ძალა მოდებული. შესაბამისად ეს თოკი დაჭიმული არის T1 ძალით. ხო? თუ ეს თოკი T1 ძალით არის, მაშინ ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე, მეორე ბურთულაც იგივე ძალით უპასუხებს ამას, ესეც იქნება T1. ანალოგიურად შემდეგ მეორე ბურთულა იქნება T2 ძალით დაჭიმული, ესეც უპასუხებს T2 ძალით. ეს გაგრძელდება ასე, შემდეგ აქ რომ მოვართ, აი აქ გვექნება Tn-2 დაჭიმულობის ძალა, აქაც გვექნება Tn-2 დაჭიმულობის ძალა, აქ იქნება Tn-1 და აქაც Tn-1. და ეხლა მოდით x ღერძი პირობითად შემოვიტანოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ მიმართოთ და დავაკვირდეთ მხოლოდ პირველ ბურთულას. პირველ ბურთულაზე რა ძალები მოქმედებს? პირველ ბურთულაზე მოქმედებს F0 და T1 ძალა, რომელთა ძალთა ტოლქმედი რა იქნება? ძალთა ტოლქმედი იქნება F0-ს, დადებითი ნიშნად გარეთ x ღერძის გასწვრივა F0, გამოკლებული T1, რადგანაც T1 და x ღერძი საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ეს ძალთა ტოლქმედი ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, ტოლი უნდა იყოს სხეულის მასისა და ამ სხეულის აჩქარების ნამრავის, ხო? ეს პირველ ბურთულას რაც შეეხება. იგივე გავაკეთოთ, მოდით მეორე ბურთულაზე. მეორე ბურთულისთვის რა გვექნება? მეორე ბურთულისთვის გვექნება T1 - T2. ესეც ტოლი იქნება სხეულის მასისა და აჩქარების ნამრავის, რადგანაც ყველა სხეულის მასა ერთი და იგივეა, ხოლო რადგანაც ეს ბურთულები გადაბმულია, აჩქარებაც ყველას ერთნაირი ექნება. და ეს პროცესი მოდით გავაგრძელოთ. შემდეგ მესამე ბურთულაზე თუ დავაკვირდებით, იგივე შეგვიძლია ვთქვათ, აქ გვექნება T2 - T3 უდრის m-ას. შემდეგ გვექნება T3 უკვე გამოკლებული T4 უდრის m-ას. მერე გვექნება T4 - T5 უდრის m-ას. T5 - T6 უდრის m-ას. T6 - T7 იქნება ესეც m-ა. და ამ პროცესს ასე თუ გავაგრძელებთ, ასე. შემდეგ უკვე მივართ აი ამ ბურთულამდე, როცა იქნება მივახცევთ ამ ბურთულამდე და შესაბამისად მაგ ბურთულისთვის გვექნება Tn. მოდი აი ბურთულამდე მივიდეთ. აი ბურთულამდეც ხომ მივართ, აი m ბურთულამდე რომ მივიდეთ, გვექნება n-1 ბურთულისთვის გვექნება Tn-2 Tn-1 უდრის m-ას და ბოლო ბურთულაც შევწეროთ, მოდით. ბოლო ბურთულასთვის ბოლო ბურთულაზე, მე-n ბურთულაზე მხოლოდ ერთი ძალა მოქმედებს, ეს არის Tn-1, რომელიც აგრეთვე m-ას ტოლი არის. და ახლა მოდი ვეცადოთ გამოვიყენოთ აი ეს პირობა. ამისთვის მოდით ასე მოვიქცევთ. ჩვენ თუ ავდგებით და უბრალოდ აი ამ ნაწილს, აი ეს ნაწილი რო შევკრიბოთ, აი ეს ნაწილი რო შევკრიბოთ, ხო? რას მივიღებთ? მოდით შევკრიბოთ ტოლობის ორივე მხარე. გვექნება აი აქედან გვექნება ჩვენ რა? მარცხენა მხარეს რო შევკრიბავთ T2 - T3 გვექნება, ამას დამატებული T3 -
T4 გვექნება. ამას დამატებული T4-ს მინუს T5 გვექნება. ამას დამატებული T5-ს მინუს T5-ს მინუს T6 გვექნება. კი ბატონო, ყველა შევკრიბეს და ეს ტოლი არის 1 ემა, 2 ემა, 3 ემა, 4 ემასი. 4 ემასი. ახლა ამ ტოლობაში ეს და ეს გაბათილდება, ეს და ეს გაბათილდება და ეს და ეს გაბათილდება. დაგვრჩება პირველი და ბოლო წევრება, საიდანაც გამოგვივა რომ T2-ს მინუს T6 ტოლი არის 4m100. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ აი აქედან რადგანაც T2 უდრის T6 მინუს 2, ამიტომ T2-ს მინუს T6, აი ეს გამოსახულება აი ამ ტოლობიდან იქნება 2-ის ტოლი, ხო? აი ეს იქნება 2. შესაბამისად 2 ტოლი ყოფილა 4m100, საიდანაც ვასკვნით რომ m-a ტოლი არის 1/2-ის. კი ბატონო, 1/2-ის. ეხლა მოდი შევკრიბოთ უკვე თლიანად ეს რო შევკრიბოთ. თლიანად თუ შევკრიბთ აქ ამას, რა გვექნება? ეს მინუს T1. ამ T1-თან გაბათილდება ეს T2. ამასთან ეს T3, ამასთან T4, ამასთან აი ეს წევრები საერთოდ აღარ ექნება. კი ბატონო, ასე. და რა გამოგვივა, ესე იგი, ჩვენ აქედან რა გამოგვივა? აი ესეც გაბათილდება, ესეც და ესეც. ანუ ჩვენ მარტო F0 დაგვრჩება მთლიან ჯამში. ანუ გამოგვივა რომ F0 უდრის რამდენი შესაკრები გვაქვს? 1 ემა, 2 ემა, 3 ემა, 4, 5, 6, 7 ემა. n-1 ცალი ემა და ბოლოს გვაქვს n ცალი ემა გვაქვს შესაკრებში, ხო მარჯვენა მხარეს. ანუ ეს იქნება n-ჯერ m-100 ტოლი, ხო? ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ m-a 1/2-დია, მაშინ აქედან გამოგვივა, რომ ეს უდრის n გამრავლებული 1/2-ზე. ანუ გამოგვივიდა ჩვენ, რომ 1/2 n ტოლი ყოფილა F0-ის, რომელიც მოცემულობით 6-ია. 1/2 n თუ 6-ის ტოლია, მაშინ საბოლოოდ გამოგვდის აქედან ჩვენ, რომ n ტოლი ყოფილა 12-ის. 12-ის ტოლია, კი ბატონო. შესაბამისად, პასუხი იქნება E.